ის ბავშვები, რომლებიც სკოლაში წელს პირველად მიდიან, 5 სექტემბრის მოახლოებას მოუთმენლად ელოდებიან. ისინი პირველად შეიარებენ სკოლების კარებს და გარკვეულწილად მათი ცხოვრების ახალი ეტაპიც იწყება. ბავშვები ახალ სასწავლო წელს დასახული მიზნებით ხვდებიან. პირველად მივიდივარ სკოლაში და ხუთიანებზე დავისწავლო და მინდა რომ ჩემი მშობლები გავახარჯოთ ეს კლასი და მოხარული ვარ საჩუქრები დაგვერიგდება. სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად მშობლებს მრავალი საზრუნავი უჩნდებათ. თავად პრობლემას კი სახელმძღვანელოების შეძენა წარმოადგენდა, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 2 წელია, რაც პირველ კლასელი ბავშვების მშობლებს ეს პრობლემა მოეხსნათ. მათ ბავშვებს პრეზიდენტის საჩუქრები, პირველი კლასის სახელმძღვანელოები და ჩანთები გადაეცემათ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენ შვილებს. პრეზიდენტის საჩუქარს პირველ კლასელები წელსაც მიიღებენ. დღეს გორის ნომერ 4 საშუალო სკოლაში შეკრებილში და ქართლის რეგიონის განათლების განყოფილების გამგეებს პირადად გადაეცვათ სხვადასხვა სახის სახელმძღვანელო. მიიღებენ სახელმძღვანელოებს დედაენას, მათემატიკას, ხელოვნებას, შრომას და გარდა ამისა ჩანთებს. ხვალ დირექტორები წაიღებენ ჩვენგან ამ სახელმძღვანელოებს ჩანთებს და უკვე ორშაბათს როცა ბავშვები მივიდნენ სკოლაში, ყველას ექნება თავისი წიგნიც, ჩანთაც და ისე რომ უზრუნველყოფილი იქნებიან ჩვენი პირველკლასელები. დღეს მივიღეთ პრეზიდენტის საჩუქარი ყველა პირველკლასელისათვის, რომლებიც გამოიხატება სახელმძღვანელოების სახით და ჩანთების სახით. ყველა პირველკლასელი მოსწავლე, ისევე როგორც გასულ წელსაც პრეზიდენტმა დაასაჩუქრა უფასოდ. პრეზიდენტის საჩუქარს ქურთის თემის სოფლებში შემავალი სკოლების პირველკლასელებიც მიიღებენ. ქურთის თემის განათლების განყოფილების გამგის განცხადებით საჩუქრებით უამრავი გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახის პრობლემა გადაიჭრება, რადგან ხშირ შემთხვევაში მშობლები მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო თავს იკავებენ, რომ ბავშვებს სწავლა განათლება მიაღებინონ. სამაჩაბლოს რეგიონში საქართველოსთვის ცნობილია თუ როგორი მდგომარეობა, რა სიტუაციაა და როგორ უხარიათ ბავშვებს, მშობლებს, მთელ მოსახლეობას, იციან, ეხლაც ელოდებიან ამ საჩუქარს და დღესაც სულ მოუთქმელად მელოდებიან, როდის მივიდა. 5 სექტემბრის მოახლოებამდე სულ 2 დღე გარჩება. ამ პერიოდის გალის შემდეგ კი უამრავი პირველკლასელი სასწავლო მერხებს პირველად მიუჯდება და დაბეჭდებით შეუძლებათ ცოდნის მიღებას.